მაგარ აქვს. ხოზე ვიძახ აქეთ ამხარ როგორც აქეთ ამხარეს არის. რა სამ დღეში მორჩენია. ეს კონსტრუქცია როგორც იქ არის. იქ რაღაც არქეოლოგია ქონდა. მოგესალმებით. ხარ კარგად. რავი არა გუშა გამწვიმის პირობაზე. ო, გაგვაჩერა. 7.99 გაჩაიბავს 13.9. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან ბატონ ლევან ზაუტაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გურიის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტში მოვინახულეთ თითოეულობის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ სამუშაოებისთვის გამოიყო 25 მილიონ ლარზე მეტი და მიმდინარეობს იმ სახლების სახურავების აღდგენა, რომლებიც თითოეულობის შედეგად ჩაინგრა. ამით პროცესი არ დასრულებულა და თითოეულობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომელთა საცხოვრებელი სახლების სახურავი დაზიანდა ან სრულად განადგურდა, უახლოეს პერიოდში მიიღებენ შესაბამის დახმარებას. სახელმწიფოს მხრიდან ყველა ეტაპისთვის თანხები მობილიზებულია, შესაბამისი განკარგულებებით დათვლილია სრული ზარალი, დაანგარიშებულია და ყველა კონტრაქტორი ადგილზე იმყოფება, სამუშაოები მიმდინარეობს სრული მასშტაბით და ესეთი დადებითად და კარგი ტემპებით და რაც მთავარია მოსახლეობასთან დღევანდელი ჩვენი რწმუნებულთან ერთად ასევე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად მათი გამოხმაურება იყო ძალიან დადებითი კონტრაქტორების მიმართად, მათი კეთილსინდისიერების მიმართად, შრომისადმი დამოკიდებულების მიმართად და ასე შემდეგ, ასე რომ იმედიანად ვართ განწყობილები იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ჩვენი დაგეგმილი სამუშაო იქნება დროულად შესრულებული. წელს თითოეულობამ ძალიან დაგვაზარალა. ჩამომინგრია სახლი, მთლიანად ჩამოიშალა ჭერი, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ გააკეთეს ანალიზი და დროულად დაგვიხურეს სახლი. დიდი მადლობა ყველას და ყველაფრისთვის.